ვუტევთ რუსულ სამხედრო სამიზნეებს, ვანადგურებთ საჰაერო თავდაცვას, საზღვაო ძალებს, საბრძოლო მასალების საწყობებს, ლოგისტიკას და ასე შემდეგ. ეს ზოგადად სამხედრო ინტერესებს წარმოადგენს, რათა თავიდან ავიცილოთ საბრძოლო მასალებისა და სხვა მარაგების მიწოდება რუსული ჯარებისთვის ყირიმის ხიდის გავლით, ფრონტის ხაზისკენ ხერსონში, დონბასში და ასე შემდეგ. მეორე სამხედრო მიზანი არის კონცენტრირება საჰაერო თავდაცვის განადგურებაზე, რადგან პუტინისთვის ყირიმისა და თამანიდან ყირიმისკენ მიმავალ ხიდს უნებრივია განსაკუთრებული პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ისინი ცდილობენ დაიცვან იგი საჰაერო თავდაცვის მრავალი აქტივის ამ ადგილებში კონცენტრაციით. და რადგანაც რუსეთის ევროპული ტერიტორიაც ძალიან დიდია და დაუცველია საჰაერო თავდაცვის სრული შესაძლებლობების სიმცირის გამო, ასევე რუსები იძულებულნი არიან გადაიტანონ მთელი საჰაერო თავდაცვა ან მოსკოვისკენ, ან ყირიმისა და ყირიმის ხიდისკენ, რაც პოლიტიკურად მნიშვნელოვანია. მათ დაუცველი დატოვეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, სამხედრო სამრეწველო სამიზნეები და სხვა მნიშვნელოვანი სამიზნეები, რაც საშუალებას გვაძლევს გავანადგუროთ რუსეთის არმიის ლოგისტიკა, სატრანსპორტო მარშრუტები და შევარყიოთ ეკონომიკა, რაც მათი სამხედრო მანქანის წყაროა.